მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი, ჩემი სახელი არის კიბორგა და დღეს ჩვენ განვიხილავთ აკაუნტს. გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და გააქტიუროთ ზარისღილა კი იმისათვის, რომ უფრო და უფრო მეტი სიახლეები შემოგთავაზოთ. ჩემს პირად აკაუნტზე დარიცხული მაქვს 500,000 უსზე უფრო მეტი. 9 მილიონზე უფრო მეტი უსი მაქვს დარიცხული და ერთად ვნახოთ აბა რები დავითრიეთ. გადავიდეთ ინვენტორში და დავიწყოთ ეგრევე განხილვა ზმანების რა სეტის განხილვა. აი როგორც ხედავთ 5 ჯილტის სეტი გვაქვს. ეს არის ადმირალ სეტი, ესეც მეორე, ყინულის სეტი, მესამე, ეს აურორა არის და იტოქში თავისი სახელწოდებები აქვს სულ ყველას რა. ჩემთვის რა თქმა უნდა ამ სეტებიდან რაც მაქვს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და კარგი არის რა თქმა უნდა ეს ჰონორის სეტი მეგობრებო და მე პირადად ამ სეტს არც ერთი სეტი არ მირჩევნია. 2 X-უიტი არის ასევე ჩვენს აკაუნტზე, ეს ფარაონის X-უიტი, რომელიც იტოქში მესამემდე თუ მეოთხემდე გვყავს ჩვენ მიყვანილი. დალშე ეს ჯოკერის სეტი არის რა და აი სხვა რაღაცებზე უკვე უფრო უცებ გადავავლოთ თვალი. ეს ზოგი როიალ პასიდან დავაგდე აი 15, 22, რაღაცა 18, 9 და ეგენი რო აწერია. ეს არის მეგობრებო როიალ პასებიდან რომლებიც დავაგდე. არ ვიცი ყველას თავისი გემოვნება აქვს, ვის რა ევასება და რა მოწონს, ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა ინდივიდუალური. აი ხედავთ ჩემი სეტების რაოდენობას. ეს ერთი სეტი არის დასამახსოვრებელი, სანამ მე დავიწყებდი ყუთების გახსნას, ეს პირდაპირ ვიყიდე $50 ეს სეტი მაგალითად რა, რომელიც დამამახსოვრდა. დალშე პერსონაჟების სულ ყველა გვაქვს ჩვენ გახსნილი და შესაბამისად ეს პერსონაჟის სეტიც სულ ყველა არის ჩვენს აკაუნტზე მეგობრებო. აი ხედავთ, დაჟე ლეველებიც მაქვს ამ პერსონაჟებზე მომატებული რა იტოქში. ლეველების რაოდენობაც 10 პერსონაჟი არის სულ და მე-11 არის უკვე თქვენ თვითონ რომელსაც აწყობთ გემოვნების მიხედვით იტოქში. დაუბრუნდეთ და ეს ჩემი სეტების რაოდენობა არის. გთხოვთ დააკომენტაროთ, შეიყვანდით თუ არა ჩემს აკაუნტს საქართველოს მასშტაბით, რა თქმა უნდა, ტოპ 10-ში. გთხოვთ რომ დამიწეროთ მეგობრებო კომენტარები. დალშე სეტებიდან ჩვენ გადავიდეთ ჰელმეტებზე, ჩაფხუტებზე გადავიდეთ. აქ 2 თუ 3 ჩაფხუტი არის, რომელიც მე პირადად მევასება. ეს ამ სპინის არის ჰონორიდან, რომელიც დავაგდე. ეს ჩაფხუტი არის ჩემთვის ნომერ პირველი. შემდგომ რა თქმა უნდა ეს გლაციერის ჩაფხუტი მოდის. მითიკები, სადაც არის აი კრისტალები, აი მანდიხსნება ეს ჩაფხუტი რა, ამ გლაციერზე მაქვს საუბარი კონკრეტულად ამ მომენტში. ნუ დალშე გოძილას ჩაფხუტიც ვფიქრობ, რომ ისეთი რა ნორმალური არის და აი ხედავთ რამდენი რაოდენობაც გვაქვს და რეებიც არის. გადავიდეთ თავებზე. ეს არის ადმირალ სეტის თავი არის იტოქში.
ადმირალ სეტის თავი არის ეს ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო არის ეს თუ ავსები ავრორაზე არის და ფარაონის თავები რა იტოქში გინდ კლეოპატრა დაარქვით და გინდ ფარაონი და რაც გინდათ მაგ სახელით მოიხსენიეთ კაროჩე იტოქში აგერმე გიჩვენებთ რაოდენობებს თუ რეებიც არის ძირითადად მე როდესაც ვთამაშობ ამ თამაშს არ მევასება ხოლმე რომ სულ ერთი და იგივე რაღაცეებით რომ ვითამაშო და ამიტომ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ რომ შევცვალო რა ეს იარაღები იქნება თუ სეტი იქნება თუ ნებისმიერი რამე ესეთი მრავალფეროვნება ძირითადად მევასება მეგობრებო კაროჩე სათვალეები რაც ისეთი ძალიან საინტერესო რაც არ არის მაგენს უცებ გადავირბენ უცებ აი სათვალეებსაც ხედავთ რა რეებიც არის ნიღაბი ეს ვფიქრობ ძალიან საინტერესო არის ჯოკერის ნიღაბი რა ეს ერთი და ეს მეორე იტოქში რომელიც მე ძალიან მევასება რაოდენობებს რაც შეეხება აი ხედავთ რომ ქვედა მარჯვენა მხარეს აი ერთიანი სადაც აწერია ეგ არის თუ რა რაოდენობის გაქვთ კონკრეტული იტოქში სკინი თუ იარაღი თუ სეტი თუ რა ვიცი ნებისმიერი რამე თუ სიტყვაზე 2 3 4 და ესეთი რაოდენობები თუ გიწერიათ მან შეგიძლიათ ეგ რა თქმა უნდა გაყიდოთ და დაგიგროვდებათ შესაბამისი ქულები ეს ზედებიც უცებ გადავიაროთ აი ხედავთ რეებიც არის ჩანთა რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვფიქრობ ამ თამაშში რა და ეს ლეგენდარული ჩანთა ფარაონის ჩანთა არის ნომერ პირველი ჩანთა არის მეგობრებო ეს ჩემთვის ფარაონის ლეგენდარული ჩანთა დალშე რა თქმა უნდა მოდის ეს ჰონორიდან რომელიც დავაგდე ეს ჩანთა და უკვე სხვები რა ვიცი აბა ჯოკერის ჩანთაც რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო არის მე კომპლექტაციაში მაქვს ეს მთლიანად ჯოკერის სეტი ჩანთა თავისი იარაღით და ესეთი მაქსიმალურად ვცდილობ რომ კომპლექტაციები ავაწყო ხოლმე რა მეგობრებო ეს შორტები და შარულები რომლებიც იტოქში ვფიქრობ რომ არ არის მაინც და მაინც საინტერესო ეს ყველა ადამიანს აქვს ძირითადად ყველა მოთამაშეს ექნება ეს რაღაცეები აი ხედავთ და ხელთათმანი ეს არის ასევე ერთ-ერთი იშვიათობა აი ყინულის ხელთათმანები რა ეხა აქიდან ჩვენ გადავიდეთ აუცილებლად იარაღებზე და დავიწყოთ კაროჩე აკ-მით რა კალაშნიკოვებით ეს ერთი კალაჩა რომელიც მევასება ძალიან და გამაქსული მაქვს მე 7-მდე ვიყვანე ეს მეგობრებო ესეც ადმირალ სეტის ყინულის კალაჩა ერთ-ერთი საინტერესო რამ უბრალო რაღაცეებიც ჩიტება და ასე რომ ვთქვა ცოტა ესეთი კაი რაღაცეებიც რაც ყველა მოთამაშეს რა თქმა უნდა არ აქვს და ბევრისთვის ოცნებაც არის კაი სეტი, კაი იარაღი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ M16 იტოქში გამაქსვაზე მინდა რამოდენიმე სიტყვით ვიბაზრო რომ არის სამიანები მესამემდე რომელსაც იყვან ეგეთი იარაღები და ასევე ხუთიანები რა მეხუთემდე რომელიც ადის ხოლო ეს კონკრეტულად გლაციერი მე-7-მდე არის თუ არ ვცდები რა მე-7 ლეველამდე უნდა იყვანო ეს ჩვენ გამაქსული გვაქვს ეგ გლაციერის M4 და ჯოკერის M4 რომელიც ორივე გამაქსული მაქვს მეგობრებო
გროზას ხედავთ, ეს გოძილას გროზა, რომელიც ძალიან საინტერესო იარაღი არის, ეს აუგი, ესეც ქებეზე და რაოდენობებსაც ხედავთ რა. MK47 ყველა სკინს, ყველაფერს თავისი დასახელებები და თავისი სახელწოდებები აქვს. გადავიდეთ, კარაბინზე, ეს მეხუთემდე შეიძლება ამისი აწევა, ბოლომდე მაქვს, რა თქმა უნდა, მეხუთემდე და ამითი ხშირად თამაშობ, ძალიან მევასება ეს კარაბინი და AWM-ი, რომელიც მევასება ამ თამაში რა. M24-ით სიმართლე გითხრათ, არ ვთამაშობ ხოლმე რა, ეს M24 მე პირადად არ მევასება. ვინ 94 და ამერიც რა, ამერიც საინტერესო არის. ეს ერთი ამერი, ეს ორივე გასამაქსი არის, მაგრამ ეს ერთი ამერი, რომელიც თუ არ ვცდები, ავრორას სპინი რო იყო, მან იდო ეს ამერი თუ არ ვცდები მეგობრებო. დალში აქედან გადავიდეთ, ეს რა არის, SKS-ი, ესეც მინი 14, MK14 და ეს იარაღები უკვე დიდად არ მაინტერესებს რა, უბრალოდ ესე გვაქვს რაოდენობაზე. უზი ერთ-ერთი საინტერესო იარაღი არის, ვისაც გევასებათ ახლოდან თამაში, ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი არის უზით თამაში რა მეგობრებო. UMP ჩემთვის უკვე არის ესეთი ნეიტრალური იარაღი რა, ასე რომ ვთქვათ, თამაშიშას შეიძლება რომ, რა ვიცი, 70% შეიძლება UMP დავითრიო ხოლმე სათამაშოდ რა, ეს იმენა UMP X-Suite-ის არის რა და გასამაქსი არის, ეს გამაქსული არა მაქვს, აქ მეორე UMP-ც არის, რომლის გამაქსვაც შეიძლება, მაგრამ რა თქმა უნდა ეს X-Suite-დან არის ჩემთვის ნომერ პირველი UMP. ვექტორი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვექტორი გვაქვს და ტომსონის იარაღი. როდესაც ერანჯელის ბაზაზე ვიჩიტები, ტომსონი, რა თქმა უნდა, ესეთი მისაღები და კარგი იარაღი არის ჩემთვის, ეს მეხუთემდე, ორივე გასამაქსი არის, მაგრამ ეს ერთი გავუმაქსე, რომელიც ევიყვანე მეგობრებო მეხუთემდე. ბიზონი და P90. ეს P90 ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი იარაღი არის. P90 რა, ძალიან ჩქარა ისვრის და ჩემთვის ძალიან მოსახერხებელი არის მაგალითად. რაც შეეხება შოტგანებს, აი ხედავთ შოტგანების რაოდენობასაც. ეს ერთი შოტგანი, ეს $25 შევიძინე რამოდენიმე თვის წინ, ეს პირდაპირ ვიყიდე რა, თანხით ძალიან დამევასა აი ეს შოტგანი მაგალითად. აქ რა ხდება, ესეც ორი ცალი, ეს იარაღები აგერ ხედავთ რა, რეებიც არის M249 და M249, ხო, ეს გამაქსული გვაქვს რა იდოქში. ეგ გამაქსული გვაქვს და DP რა, აი ჩემთვის ყველაზე DP პულიმიოტებზე რა, რო ვთქვათ, ყველაზე მისაღები არის, რა თქმა უნდა, ეს DP მეგობრებო. MG3, ესეც სულ 4 ცალი გვაქვს რაოდენობაზე. პისტოლეტებზე უკვე ბევრ თავს არ შევიწუხებ, აი ხედავთ რა, რეებიც არის. აი მაჩეტეებს რაც შეეხება, აი ეს კატანა არის თუ რასაც ეძახიან, ეს რა თქმა უნდა
ძალიან მევასება და რეალურ ცხოვრებაშიც მაქვს ეს მაჩეტე მეგობრებო ზუსტად ესეთი მაჩეტე მაქვს შეძენილი რა ეგ სხვადასხვა ისინი არის ტანტო და რაღაცეები რა სხვადასხვა სახელები აქვს სხვადასხვა ზომებით არის იტოქში ეგ უკვე იაპონური თემა არის რა სამურაი და რაღაცა ეგეთები და რეალურ ცხოვრებაში ზდევითრი ეს და თამაშიც მაქვს რა თქმა უნდა დალშე ტაფებზე გადავიდეთ აი გლაციერის ტაფა რა გლაციერის ტაფა რომელიც ძალიან საკაიფო არის და ძალიან მაგრა გამოიყურება. აი ხედავთ რა რეებიც არის. ეხლა რაც შეეხება იტოქში გადავიდეთ მანქანებზე მეგობრებო მანქანების ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არის ეს არის უაზები რა ერთი გლაციერის უაზი ესეც მეორე ეს დოჯი არის თუ არ ვცდები ესეც გასამაქსი და გოძილას უაზი რომელიც არის აი მართლა ძალიან სიგიჟე არის რა მეგობრებო უაზს სწორედაც რომ აი ესეთი ფორმა უნდა ჰქონდეს ჩემი აზრით რა ეს არის ჩვენი უაზების რაოდენობა აქ რა ხდება ეს პიკაპები ვაფშე არა ყავს და სედანებზე გადავიდეთ ეს მანქანა გავმაქსე იტოქში ეს მოტორების რაოდენობა ჭირდება ამას თქვენ გეცოდინებათ ვინც უყურებთ ჩემ ვიდეოებს ერთ-ერთ ვიდეოში ეს გავმაქსე ეს მანქანა ბოლომდე ევიყვანე ეს შეხამებული მაქვს ჯოკერის სეტთან ჯოკერის M4-თან და ნუ მაგასთან მიმართებაში ესე ვთამაშობ ხოლმე კომპლექტაციით დალშე აი ესენი არის და უკვე სპორტკარები რა სპორტკარებზე გადავედით მეგობრებო შავი მაკლარენი არის თქვენს წინაშე შავი ფერის მაკლარენი რა ძალიან დერსკობა არის რა ესეც მეორე სხვა ფერში გვაქვს რა ორი მაკლარენი არის ჩვენს აკაუნტზე და სამი ბუგატი მეგობრებო ეს რუხი ლურჯი ფერი ესეც ნუ ოქროს ფერში ასე რომ ვთქვა ჩასმული ოქროს ფერზოლებში და ეს ახალ კუზაოზე აი მენა ცვეთში უმაგრესი არის რა აი ცვეთში უმაგრესი არის მეგობრებო ხედავთ რა აი რაც არის და ბოლოს არის იტოქში დოჯი ორი მაკლარენი, სამი ბუგატი და ერთი დოჯი ყავს ჩვენ. მოტოციკლეტებს რაც შეეხება ეს ჰონორის სპინიდან დავაგდე ეს მოტოციკლეტი, ჩემთვის ნომერ პირველი მოტოციკლეტი არის ეს. არა ეს, არამედ აი ეს ჰონორის სპინზე რომელიც დავაგდე, ამას არც გამაქსვა ჭირდება და არაფერი რა იტოქში. და ესეც უკვე სამიანი აი ხედავთ რა ეს პატარა მოპედი კაროჩე M16 რო დავითრიე მაგას მოყვა თუ არ ვცდები რა მაგ დროსიდო მაგ ყუთში ეგ ნუ ეს მოტოციკლეტების რაოდენობა რაც შეეხება ბაგებს 5 წალი ბაგი ყავს სულ ეს პირდაპირ $50 დავითრიე კაროჩე ეს ბაგი მეგობრებო ძალიან დამევასა და ეგრევე ვიყიდე თანხით ეს სხვა რაღაცეები უკვე როიალ პასიდან დავაგდე ეს გასამაქსი არის იტოქში 5 წალი რაოდენობა ბაგების აქ რა ხდება აბა ეს ნავი ხო აქაც არის რა რაღაცეები აი ხედავთ და აი ეს ცხენი ეს არის რავი ჩემთვის აი მენა ბესტი არის რა ამითი რო თამაშობ უკვე ლივიკის ბაზა იქნება თუ ერანჯელის ბაზა თუ ნებისმიერი სხვა ბაზა რო აიღო
არ ვიცი რა, ძალიან მაგარი არის მეგობრებო ეგ. ესეც კაროჩე, ამას მოტორები ჭირდება მე მგონი გასამაგსად. ნუ იტოქში მანქანების თემა ეგრე არის, რაც შეგათვალიერებინეთ დალში ემოციებზე გედევიდეთ, ბევრი სხვადასხვა კაროჩე სახის ემოციები გვაქვს რა და აქ შეგვიძლია რა თქმა უნდა რომ მოვნიშნოთ რამდენი 24 ცალი ემოცია არის, რისი მონიშნვაც შეიძლება რა არის დამატებაც მაგას გულისხმობ. აი ხედავთ რეებიც არის. დალში აბა რა სიზამს ოპა. აბა მოდით ბიჭო. აბა მოდით. ასაგებია. ეს აურორას ემოცია არის მე მგონი. ძალიან საინტერესო. და ჯოკერის ემოცია შეხედეთ მეგობრებო. თავს იხჩობს ეს კარგ მოტყნული ესა. ესეც M16-ის ხო? ოკეი, ესეც ემოციები, კაროჩე, პარაშუტი რა. პარაშუტებზე გედევიდეთ. რომელი არის ჩემთვის ყველაზე ისეთი რა, სიმართლე გითხრათ. აი ამ წამს ვფიქრობ მაგაზე რომელი პარაშუტი არის ჩემთვის ყველაზე უფრო მეტად მისაღები. ალბათ მაინც ავირჩევ აი ამას. ეს ერთი ესეც მეორე ჰონორის რა თქმა უნდა, მესამე და შემდგომ უკვე სხვა პარაშუტები მოდის. ესე თანმიმდევრობით. საფრენები ძალიან დერსკოვები არის მეგობრებო. ესენი სულ ყველა მოყვა აი იმებს რა, ჯილტიდან და ჰონორიდან რაც დავაგდე, აი იმებს მოყვა რა. აი ამას შეხედეთ ჩემი. აი ამას შეხედეთ რა. აი უბრალოდ სიგიჟე არის რა. აი ამითი რო გადმოხტები, არ ვიცი რა. ძალიან მაგარია რა, ძალიან მაგარი. ეს რა არის აბა. ოპა, წევიდა. ეს იმაქსება მე მგონი. ფარაონის არის და მე მგონი ეს გასამაქსი არის კაროჩი. X-Suite-დან რა. გასამაქსი არის ხო? აბა აქ რა ხდება? დალში უკვე ისეთი საინტერესო არაფერი არ არის მეგობრებო, აქ უცებ შეგახედებთ ეს გრინეიდები არის, კაროჩე, გრინეიდები, კაროჩე, სმოუკები. აჰა, ხედავთ რა. ასეც მოლოტოვი. სადღაც დაახლოებით ბოლო 6 თვის განმავლობაში დავაგროვე ეს ყველაფერი მეგობრებო. 4 წლის წინ გადმოვწერე იტოქში ეს თამაში, 4 წლის წინ გადმოვწერე, მაგრამ ისე არ ვთამაშობდი ხოლმე რა, ასე რომ ვთქვათ. ხშირად აი გიჩვენებთ სტატისტიკებს, კაროჩე, შევიდეთ. აი player time არის 4 წელი რა. 1085 თამაში მაქვს სულ ნათამაშები მეგობრებო რა, ძირითადად და
ბოლო 6 თვის განმავლობაში დავიწყე ამ აკაუნტის მოხოდვა რა იტოქში და შემიფასეთ აბა დააკომენტარით და მითხარით კომენტარებში აბა შეიყვანთ თუ არა ვიმეორებ ისევ საქართველოს მასშტაბით შეიყვანთ თუ არა ტოპ 10-ში მეგობრებო რა ტოპ 10 აკაუნტში და ბოლოს ვიდეოს დასასრულს უკვე გიჩვენებთ ცხოველების რაოდენობას რა ცხოველები თუ ფრინველები თუ რეებიც არის რა ეს მგელი ლეოპარდი ტოქში ესეც ლომი კატა ტრედი და გახსნილი გვაქვს რა აი ხედავთ რეებიცა გვაქვს ჩვენ გახსნილი რა მეგობრებო იტოქში დღეისათვის სულ ეს იყო გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი დაალაიქოთ და აკომენტაროთ და გააქტიუროთ მეგობრებო ზარისღილა კი იმისათვის რომ უფრო და უფრო მეტი სიახლეები შემოგთავაზოთ აბა წარმატებებს გისურვებთ